ბავშვები, რომელთაც დათოვლილი მთა არასდროს უნახავთ, ამ მოცნების ასასრულებლად საქართველოში ჩამოვიდნენ. აზერბაიჯანელმა მოზარდებმა ბევრი თოვლიც ნახეს და თხილამურზე დგომაც ისწავლეს. ან ყოველ შემთხვევაში შეეცადნენ ესწავლათ. 14 წლის აზერბაიჯანელი მოსწავლე ზამთრის კურორტზე პირველად არის თხილამურზე დამოუკიდებლად ჯერ ვერ დგას მას და მისთან ატოლებს სრიალს ქართველი მწვრთნელია სწავლის. ბაქუელი ახალგაზრდები გუდაურს რამდენიმე დღის წინ ესტუმრნენ. ამ კურორტზე პირველად ვიმყოფებით და ძალიან მოგწონს. 5 დღე აქ ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გამოგდის თხილამურებზე სრიალი. იმედი მაქვს გუდაურს კიდევ ესტუმრ. რეგიონის პოპულარიზაციის ფარგლებში გუდაურში ბაქოს 128 საშუალო სკოლის 30-მდე მოსწავლე ჩამოვიდა. მთელი დღის განმავლობაში 3 ქართველი ინსტრუქტორი მათ თხილამურზე დგომას ასწავლის. ახალგაზრდები კურორტზე კიდევ 5 დღე დარჩებიან. დიდი იმედი გვაქვს და სურვილი, რომ კიდევ 5 დღე დაგვრჩა და ნახევარზე მეტი დავაყენოთ კაი მოთხილამურებად. ძალიან მოწონს, ისე აღფრთოვანებულები არიან. შეიძლება ამ სიმაღლეზე ისინი ცხოვრებაში არც ყოფილან არასოდეს. გუდაურს ერთი თვის წინ ბრიტანეთის ბაქსფორდის სკოლის მოსწავლეებიც ესტუმრდნენ. სამომავლოდ კი სომხეთიდან საწვრთნელ შეკრებაზე ბავშვების ჩამოყვანა იგეგმება. ზამთრის კურორტის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ახალი სათხილამურო ტრასითაც ისარგებლონ და აქტიურად დაისვენენ. სეზონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მარტის ბოლოს ესეთი ხარისხის თოვლი და ესეთი ხარისხის მთა დავამხვედროთ დამსვენებელს. მე მინდა ვთქვა, რომ სეზონი გრძელდება, სეზონის წელს იქნება განსაკუთრებულად გრძელი და განსაკუთრებულად კარგი სასრიალო ტრასები იქნება. ყველას ვეპატიჟებით, დაგეგმილია ძალიან ბევრი ღონისძიებები. საღამოს სრიალის მოყვარულებს ყოველ შაბათ-კვირას 8-დან 10 საათამდე საბაგიროთი უფასოდ მგზავრობა შეუძლიათ. გუდაურში სეზონი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.